აჭარაში ბევრი კარგი სასტუმრო და რესტორანია, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ ერთიან მოთხოვნებს. მოწვეული ექსპერტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს რეკომენდაციებს აძლევს. ხელმძღვანელობა კი განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. აჭარის მთავრობა 2014 წელს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტურ ცვლილებას არ გეგმავს, თუმცა ახალი პარტნიორების მოსაძიებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მომავალ წელს დამსვენებლების დიდი წილის მოზიდვას რუსეთიდან გეგმავს, რადგან ტურისტული ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პარტნიორად სწორედ ეს ქვეყანა მიიჩნევა. სამიზნე ქვეყნებში წელს დაემატება რუსეთის ბაზარი, მაგრამ რუსეთში გეგმავთ ონლაინ მარკეტინგის კუთხით გააქტიურებას და ზოგადად ეს წელს იქნება სიახლე, უბრალოდ 2014 წელს იქნება ეს ახალი მიმართულება. ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად არასათანადო მომსახურების ხარისხი ითვლება, ამიტომ მომავალი წლის მოკლევადიანი სტრატეგია განათლების ხარისხის ამაღლებაზე იქნება მიმართული და თანხა ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებას მოხმარდება. მიმდინარე მოკლევადიანი სტრატეგია და გეგმა ჩვენი არის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამ კუთხით წელს აქტიურად გეგმავთ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების გადამზადებას, კერძოდ სასტუმროების, რესტორნების და გიდების წარმომადგენლების გადამზადებას. ასევე 2014 წელს გვაქვს ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილი, რაც მოგცემს მოკლევადიან ეფექტს. კიდევ ერთი ხარვეზი, რომელიც რეგიონის ტურისტულ სექტორს საერთაშორისო სტანდარტების განაშორებს, სასტუმროებისა და რესტორნების სერტიფიცირება, აცხადებს ჰანს ულრიხ ტროუზინი, უცხოელი ექსპერტი ტურიზმის დეპარტამენტის შეკვეთით კატეგორიზაციის სისტემას ამზადებს. კატეგორიზაციის სისტემა აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ ყველა სასტუმრო და რესტორანი საერთო სტანდარტებს დაექვემდებაროს. აჭარაში ბევრი კარგი რესტორანი და სასტუმროა, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ ერთიან მოთხოვნებს. სისტემა, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, ტურისტულ ობიექტებს საერთო სტანდარტებს დაუქვემდებარებს. მომავალი წლიდან პროექტს დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარუდგენთ. ზღვასთან მთების სიახლოვე აჭარის რეგიონს საშუალებას აძლევს დამსვენებლებს ტურისტული პროდუქტი წლის ყველა სეზონზე შესთავაზონ. ექსპერტები თავიანთ მოსაზრებას დასავლური ქვეყნების გამოცდილებით ამყარებენ, სადაც სახელმწიფო დაინტერესებულია თანხა ინდივიდუალური ყოფის და სხვებისგან განსხვავებული კულტურის პოპულარიზაციაზე დახარჯოს. მე მეჩვენება, რომ საქართველოში ყველაზე ტრადიციული და ყველაზე პერსპექტიული მაინც კულტურული ტურიზმია. ჩვენ დავაჩვენოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, მრავალმხრივი ტრადიციები, კულტურა, რაც იზიდავს ტურისტებს. როგორც კი ქართველები დაემსგავსებიან უცხოელებს და ჩვენ შორის მოისპობა განსხვავება, თანდათან შეწყდება საქართველოსი დაინტერესდება. ექსპერტების და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ტურისტული სექტორის მთავარი პრობლემა მომსახურების ხარისხსა და ფასებს შორის შეუსაბამობაა. იმისთვის, რომ სერვისის დონე გაუმჯობესდეს და აჭარის რეგიონის იმიჯი უცხოეთში გაიზარდოს, მარკეტინგისა და პიარ ღონისძიებებისთვის დეპარტამენტს 2014 წლისთვის 3 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.